ოლიგარქ ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსობიდან მაგნიცკის სის დამნაშავეობამდე გზა 12 წელში გაიარა. საქართველოს ნომერ პირველი პოლიციელი ამ სიაში სირიელი, ერაყელი და ჩრდილოეთ კორეელი მკვლელი და მწამებელი ძალოვანების, აფრიკელი ავტორიტარი ლიდერების, ნარკობარონების და კორუმპირებული ოლიგარქების გვერდითაა. ვახტანგ გომელაური პირველი მინისტრია, რომელიც საქართველოს ისტორიაში ამ ბიოგრაფიით შევა. ამერიკის შეერთებული შტატები მას მოქალაქეებზე მოძალადედ აცხადებს. Ბატონ ვახტანგ გომელაურს მინდა წარმატებები უსურვა საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. და არა მხოლოდ მინისტრი. ქვეყანას მაგნიცკის სის წევრი ვიცე-პრემიერი ჰყავს. სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში პარტიამ ის დააწინაურა. მაგნიცკის დამნაშავეთა სიაში მასთან ერთად მოხვდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ამავე სიის წევრის, ხარებას მოადგილე მირზა კეზევაძეც. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართული ოცნების მიერ მიმდინარე სასტიკ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, ქართველი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციონერების მიმართ. ჩვენი აზრით პარტია ქართულმა ოცნებამ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და რასაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. შეგახსენებთ, ჩვენ ერთგულნი ვართ, ხელი შევუწყოთ პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც მონაწილეობენ ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში. ეს მხოლოდ ბოლო მაგალითია იმისა, რომ შეერთებული შტატები იყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს საქართველოში დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. მაგნიცკის სის წევრობა მძიმე რეპუტაციული ტვირთის გარდა, რაც შესაძლოა სამომავლოდ სამართლებრივ პასუხისმგებლობადაც იქცეს, სავიზო და ფინანსურ სანქციებსაც გულისხმობს. გომელაურის დემონსტრაციულად დაწინაურების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების სიმძიმეს საქართველოს არაღიარებული მთავრობის ხელმძღვანელი დღეს მაინც ვერ გაექცა. თავდაცვა ისევ თავდასხმით არჩია. ამერიკის შეერთებულ შტატებში სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხმედრა პრეზიდენტ ტრამპთან. რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება და აქაც ჩანს deep state-ის და ასე ვთქვათ ხელი და ჩანს არაფორმალური გავლენები, რაც იდგა ამ გადაწყვეტილების უკან. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ მთლიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ აქციების მიმართ მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. მაგნიცკის აქტის საფუძველზე დამნაშავეებად გამოცხადებულთა სიაში ამჟამად 6 ქართველია. მათგან 4 საჯარო მოხელე, 4-ვე პოლიციელი და ყველა მათგანი დამნაშავედ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა-ცემა წამებისთვისაა გამოცხადებული. ამავე დანაშაულისთვის ეს ძალოვანები მოხვდნენ კიდევ 5 ქვეყნის სანქციების ქვეშ. ვახტანგ გომელაური ყველა სიაშია, მათ შორის დიდი ბრიტანეთის. ისევე როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი. ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები ელოდებიან, რომ გაიზრდება სანქცირებულთა ჩამონათვალიც და იმ ქვეყნების რაოდენობაც, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პარტიას იზოლაციაში მოაქცევენ. მაგნიცკის აქტი არის ცალკე აღებული შეერთებული შტატების კანონი, რომელიც ვრცელდება ისეთ ადამიანებზე, მაგალითად, პირველ რიგში ვინც არიან თვითონ სერგეი მაგნიცკის მკვლელები, რა თქმა უნდა, რამზან კადიროვზე და სხვა არაერთ ჩეჩენ ადამიანთა უფლებების დამრღვევებზე, კორუფციონერზე, ასევე ტიბეტელ კომუნისტებზე, ცენტრალური ამერიკის ნარკოტრაფიკის ბოსებზე, აფრიკაში არაერთ ადამიანზე და ახლა უკვე ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრზე და სხვა ინდივიდებზე. ეს ნათლად მიუთითებს თუ რა ბანაკში და რა წრეში იმყოფება საქართველო, მისი ეგრეთ წოდებული თვითმარქვია ხელისუფლება და მინდა აქვე იმედები გაუცრო, რომ არანაირი ტრამპის მოსვლა მათ არ უშველის. პოლიცია უკანონო ინსტრუქციების მიმღები და შემსრულებელი არ არის ერთადერთი, ვინც უნდა დასანქცირდეს. ხო არიან ადამიანები, ვინც ამ ადამიანებს ამ დავალებებს აძლევენ და არიან ადამიანები, რომლებიც ამას ყველაფერს ინფრასტრუქტურას უქმნიან, პროპაგანდისტულ ინფრასტრუქტურას, ფინანსურ ინფრასტრუქტურას და კიდევ ბევრ სხვადასხვა ინფრასტრუქტურას. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ კომპლექსურად შედეგს მივახციოთ, რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ რეჟიმის შექმნაში და შენარჩუნებაში არის ჩართული პირდაპირ, ყველა უნდა დასანქცირდეს და ეს პროცესი რა თქმა უნდა გაგრძელდება. ახლა როგორც არასდროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქემ ყველა ჩვენგანმა განგრძობითად შეიტანოს საკუთარი წვლილი ამ თვითგამოცხადებული თვითმარქვია რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოშლის საქმეში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია
მან და მეტმა დიპლომატმა საჯარო მოხელემ და ძალოვანმა მიატოვოს პროტოკოლი რეჟიმი, რომელმაც განახორციელა საკონსტიტუციო გადატრიალება და საკუთარ ერს ღია ომი გამოუცხადა. ივანიშვილის ოპონენტები ფიქრობენ, ის სასოწარკვეთილი, დაბნეული და შეშინებულია. სწორედ ამით ხსნიან საკუთარი თავების და ერთმანეთის გასამხნევებლად გადადგმულ დემონსტრაციულ ნაბიჯებს. გომელაურის დაწინაურების თუ სანქცირებული ძალოვანების დაჯილდოვების. უკვე გადაწყვეტილია პარტია მის მიერ არჩეული პრეზიდენტის ხელით დემონსტრანტების დარბებად ცემის მთავარ შემოქმედებს, ჯამში 11-ს ღირსების მედლებს ჩამოვიდებს. თავსხმა ჩვენებენ რომ თითქოს ეს პრობლემა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი პრობლემა თავადამოწყებებისთვის, ქვეყნისთვის და იმ რიგითი ადამიანებისათვისაც, რომლებიც ამ უწყებებში მუშაობენ. ასახოსპავთ ძალიან საქართველოზე, იმიტომ რომ ქვეყანა რომლის ძალოვანი უწყებები, ეგრეთ წოდებული ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები არიან მაგნიცკის სიაში, ამ ქვეყანაში არავინ ნორმალური და ეთიკური სტანდარტის არ ჩამოვა, არავინ არ ჩამოვა ისეთი, ვინც ფულს ჩადებს და დაასაქმებს ევროპული ხელფასით, ევროპული სოციალური უზრუნველყოფით, ევროპული შრომის სტანდარტით. ეს არის ზუსტად რაზე ჩვენ საუბრობთ, რომ საქართველოს არ უნდა გადაიქცეს რუსულ ჭაობად, სადაც ოლიგარქები საჯიჯგნი იქნება ყველაფერი და დანარჩენი საქართველოს იქნება სიღარიბეში. ამიტომ დგავართ ქუჩაში. დაწინაურების თუ მედლების გარდა ივანიშვილი პარტიას 20 იანვრის მოლოდინებით ამხნევებს. თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპის შესვლამდე დღეებს ითვლის. იმ იმედით, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობით გამოწვეულ შეშფოთებას და სანქციებს სტრატეგიული პარტნიორი უკან წაიღებს. შტატების პრეზიდენტი ერთადერთია, ვისაც მაგნიცკის სიიდან დამნაშავედ გამოცხადებული პირების ამოღების უფლება აქვს, თუმცა ასეთი პრეცედენტი საჯარო წყაროებში არ იძებნება.